ფესტივალი გაიხსნება ქართული ეთნო-ჯაზ ანსამბლის ირიაოს ახალი პროექტით. ლეგენდარული ჯაზ პიანისტი ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო ინოვაციური ვოკალური ჯგუფი შვედეთიდან თუ ლეგენდარული მომღერალი პატი ოსტინი. დღეს ჩვენი სტუმრები არიან მაესტრო ვახტანგ კახიძე და ასევე ირიაოს დამფუძნებელი კომპოზიტორი დავით მალაზონია. დილომშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ირიაოს ჩვენთან ერთად არის ცოტა ხანში შესრულებას მოვისმენთ. დილომშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. კარგი თემით მოხვედით ძალიან იწყება მშვენიერი 10 დღე 10 დღიდან ნუ რა თქმა უნდა დატვირთული რამდენიმე დღე არის ძალიან კარგი კონცერტებით მესამე არის ფესტივალი რამდენად იცვლება ამ 3 წლის მანძილზე მასშტაბები რამდენად იცვლება ნუ პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში ჩვენ თანადამფუძნებელს კულტურის სამინისტროს რომ არა მათი მხარდაჭერა ეს ფესტივალი არ იქნებოდა და ეს გრძელდება მეორე წელია უკვე ქალაქ თბილისის მერია მისი კულტურის სამსახური უკვე შემოგვიერთა ამ მხარდაჭერაში დიდი მადლობა მათ და საერთოდ ყველა იმ მხარდამჭერს რომლებიც ამ 3 წლის განმავლობაში გვეხმარებიან თქვენ რომ მკითხეთ მასშტაბები ეს პირდაპირ კავშირშია მხარდაჭერასთან ამიტომ ამის და მიხედვით რასაც ვახერხებთ ეს არის წელს 4 კონცერტია დაგეგმილი როგორც თქვენ ბრძანეთ და კიდევ ერთი მომენტია რომ რაღაცა მინდა ხოლმე რომ რაღაც ქართულმა ჯგუფმაც მიიღოს მონაწილეობა ამ ფესტივალის მთავარი იდეა არის ის რომ ორკესტრთან ერთად უნდა იყოს ეს შესრულებული იგივე Manhattan Transfer და Take 6 რო იყვნენ სხვა შორის არ აღმოჩნდა რომ იმდენი პარტიტურები არ აღმოაჩნდათ რომ მაგალითად 18-20 ნომერი შესრულებული იყო და დაახლოებით 2/3 კონცერტი ეს ორკესტრთან შესრულდა და ეს არ არის ჯაზ ფესტივალი ეს არის აი თავარი თემა არის ორკესტრი და მასთან თანამშრომლობაში მყოფია ეს დიდი სახელები და მათ შორის ქართული მუსიკა და ქართული მუსიკა გახსნის 10-ში სწორედ ირიაოს კონცერტით გაიხსნება ფესტივალი. ბატონო დავით, ახალი პროგრამა რას გულისხმობს ეს ახალი პროგრამა? მინდა ვთქვა რომ ეს არის ახალი ეტაპი ირიაოს შემოქმედებაში ორკესტრთან მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში თბილისის მუსიკალურ სცენაზე და ხელმძღვანელს ბატონ ვატოს მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ამ შესაძლებლობისთვის. დიდი სტიმულია ჩვენთვის და რა ვიცი, ველოდებთ 10 თვეს. მაყურებელიც და მსმენელიც ელოდება დარწმუნებული ვარ, ბილეთები იყიდება უკვე ამ 4-ვე კონცერტზე და როგორც არის ხოლმე რა, ცოტა დრო რო რჩება 1-2 დღე, მე თადარიქს დაიჭირო ნუ რჩევდი, იმიტომ რომ მე აღარ რჩება ხოლმე ეს ბილეთები. თან სტუმრების ძალიან საინტერესო არიან წელს. დათოსთანაც ახლა ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, პირობა ეს იყო რომ ორკესტრი უნდა გაჩენილიყო ზერადობაში, ამიტომ აი დღემდე ძე ბოლომდე არ წააგო ბოტანელი და ორკესტრებს. საკმაოდ საინტერესო სტუმრების ჩამოდიან, ხა იგივე ბობ ჯეიმსი, ბობ ჯეიმსი ხა ნუ ლეგენდარული მუსიკოსია და მინდა ეს გავაჟღერო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი დეტალია 1 მაისს მას მეუღლე გარდაეცვალა. ნუ გარდა იმისა რომ სამძიმარი გამოვხატე ამავე დროს ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დადგა ეს კონცერტი მაგრამ ეთყობა იპოვა თავის თავში ძალები და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიცა თბილისის კონცერტს ეს კონცერტი ეძღვნება მისი მეუღლის ხსოვნას მას დაწერილი აქვს ძალიან კარგი საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად რომელიც ორჯერ არის სულ შესრულებული ერთხელ ამერიკაში და მეორეჯერ იაპონიაში და ევროპის პრემიერა ჩვენთან იქნება გარდა მაგისა იმ ტრიოთი რომლითაც ჩამოდის ეს იქნება ამ ტრიოს დებიუტი ამ შემადგენლობით პირველად უკრავს ასე რომ რამოდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი გადაკვეთა ხდება და ამას ყველაფერს უძღვნის თავის მეუღლის ხსოვნას ეს რასაკვირველია ცოტა სხვა იმას აძლევს ასევე ძალიან საინტერესო ჯგუფი ჩამოდის შვედეთიდან რომელსაც ჩვენთან ჯერ არ იცნობენ თუმცა მე ყველას ურჩევ რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს აი ამ ჯგუფს Real Group სერი კვინტეტი აკაპელა კონცერტი იქნება მაგრამ ძალიან საინტერესო რეპერტუარი აქვს სხვადასხვა სტილებში და ძალიან საინტერესო კონცერტი იქნება ნუ ხა პატი ოსტინიზე ერთადერთ რამეს დავამატებ რომ წელს არის ელა ფიჯერალდის 100 წლის თავი ხა
პატიოსტინის ამათლიანად ითვლება მის მემკვიდრედ და ამიტომ ძირითადად პროგრამა იქნება აწყობილი ელა ფიჯერალდის ცნობილ ხიტებზე. ბატონო, როდესაც ალბათ როცა არჩევთ ვინ ჩამოყავთ, ალბათ ითვალისწინებთ ქართველი მსმენელის ინტერესებს. რა მოსწონთ? ან თქვა ექსპერიმენტებს რამდენად რისკავთ ხოლმე იმას რომ ჩამოყავთ ისეთი არა, რასაკვირველია ვითვალისწინებთ მარკეტინგულად უნდა გაითვალისწინო. მაგრამ მე არ მინდა რომ თლიანად იმაზე ვიყო დამოკიდებული ეს გაიყიდება თუ არა, იმიტომ რომ მაგალითად შეიძლება ანშლაგი არ იყოს ამ real group-ზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მე ქართველი მსმენელი იქნება მოლოდინში, რომ კიდე როდის ჩამოვლენ. ამიტომ მე ურჩევ რომ თავიდანვე დამიჯერო. ნუ ექსპერიმენტი თუ არ იქნება ხა ეს ფესტივალისთვის საერთოდ დამახასიათებელია და უნდა იყოს ეს მიმართულება ექსპერიმენტის, რომ ჩვენ ახლა მთელი წელი მუშაობთ იმაზე, რომ პროგრამა შევადგინოთ და გადავწყვიტოთ ვინ ჩამოვიყვანოთ და იმდენად კარგად ვიცით ეს თემა, რომ უნდა გენდოთ. ჯობია რომ გენდოთ რა, იმიტომ რომ ხარისხი დავწეროთ. გენდობით ნამდვილად 10-დან 20 მაისის ჩათვლით ძალიან კარგი 4 კონცერტია რაც გირჩევთ არ გამოტოვოთ. რას შევასრულებთ ბატონ დავით? თემას მე მგონი არ ჭირდება გამოცხადება, ერთადერთი ვიტყვი რომ ძალა ევროპაში კი, ვიზა ლიბერალიზაციის თემას ეხმიანება და აქტუალურია თემა. გთხოვთ რომ გადახვიდეთ შეუერთდეთ. მანამდე მინდა გავაცნო მაყურებელს ჯგუფი რომელსაც კარგად იცნობს ბენდი ირიაო, დავით მალაზონია, ასევე დავით ქავთარაძე, შაკო ღელეყვა, ლევან აფშილავა, გიორგი აბაშიძე, ბუბა მურღულია, მიხეილ ჯავახიშვილი. დიდი მადლობა ყველას. გისმენთ.
დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებით და გემშვიდობებით და გადავინაცვლებთ ანიგე უნტერთან რომელიც შემოგვიერთება ქართულ სამოსზე ძალიან კარგი თემებით. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ.